მიჩიგანის სენატში ვაკანტური ადგილისთვის ბრძოლა მძაფრდება, რადგან დემოკრატი კანდიდატები საგარეო პოლიტიკასა და საარჩევნო დაფინანსებაზე დაპირისპირდებიან. ბოლო დებატებში წარმომადგენელი ჰეილი სტივენსი და მისი ოპონენტი აბდულ ელ-საიედი მკვეთრად განსხვავდებოდნენ მილიონობით დოლარის პოლიტიკური შემოწირულობების გავლენაზე. ჩვენი სამანტა კოენი მოგვითხრობს, როგორ აჩვენებს ეს რბოლა ღრმა განხეთქილებებს შტატის მრავალფეროვან ამომრჩევლებსა და მთლიანად დემოკრატიულ პარტიაში. ნახეთ. დემოკრატიული სენატის კანდიდატები აბდულ ელ-საიედი და წარმომადგენელი ჰეილი სტივენსი დაძაბულ შიდა პარტიულ ბრძოლაში არიან, რათა დაიკავონ სენატორ გარი პიტერსის მიერ დატოვებული ადგილი. დებატის დროს წარმომადგენელ სტივენს დაუსვეს შეკითხვები მის საარჩევნო კამპანიაში მიღებულ შემოწირულობებზე აიპაკისგან და იმაზე თუ განსაზღვრავს თუ არა ეს თანხა მის საგარეო პოლიტიკას, თუ ის გაიმარჯვებს. მოსმინეთ, მე ყოველთვის ძალიან კაფეო, თანმიმდევრული და გამჭვირვალე ვიყავი და ასე ვაგრძელებ. მინდა ვიხილო გრძელვადიანი მშვიდობა. მინდა ვიხილო ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა. ძალიან ამაყი ვარ, რომ წარმოვადგენ ქვეყნის კონგრესის ოლქებს შორის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ებრაელ მოსახლეობას. ეს არის საზოგადოება, რომელთან ერთადაც ვგლოვობდი, ვდიროდი და ვიბრძოდი მცევლების სახლში და საბრუნებლად და კვლავაც მუშაობ, რომ მივახციოთ გრძელვადიან მშვიდობას. ელ-საიედი პასუხობს, ამტკიცებს, რომ ეს მასიური ხარჯვა არის გააზრებული ინვესტიცია, რომელიც მიზნად ისახავს მომავალში კანონმდებლობაზე გავლენის მოხდენას. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ შორის განსხვავება არის 46 მილიონი დოლარი, რომელიც აიპაკმა დახარჯა. მათ ამ არჩევნებში რეკორდი დაამყარეს ჩემი ოპონენტის დასახმარებლად, რადგან იციან, რომ ის იქნება სანდოხმა, ზუსტად ისე, როგორც გასულ კვირას გააკეთა, რომ თქვენი გადასახადების ფული უცხო ქვეყანას გადაეცეს. ეს ეხმარება აიარაღებს და ხელს უწყობს იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ პალესტინელების თვითგამოკვევის შესაძლებლობის წართმევას. მოусმინეთ, დღის ბოლოს ჩემი საქმეა თქვენზე აქ ვიზრუნო. მინდა ვიყო თქვენი ASШ-ის სენატორი. მინდა რომ თქვენი გადასახადების ფული მიჩიგანში დაიხარჯოს, მიჩიგანში სკოლების ასაშენებლად, ჯანდაცვის გასაუმჯობესებლად, გზების ასაშენებლად. და ვფიქრობ, რომ იქ გაგზავნილი ფული, რომელიც ბავშვებისა და ქალების მოკლას ხმარდება, ჩვენი გადასახადების ყველაზე ცუდი გამოყენებაა. სტივენსი მხარს უჭერენ დამკვიდრებული დემოკრატები, მათ შორის მიჩიგანის გუბერნატორი გრეტჩენ უიტმერი, რომელიც პოსტს ტოვებს, რომელსაც ასევე მხარს უჭერს ეიპაკი. საპირისპიროდ ელ-საიედი ისრაელის მკაცრი კრიტიკოსია და თავისი პლატფორმის მთავარ ნაწილად აქცევს როგორც სახელმწიფოს, ასევე ამერიკული დაფინანსების წინააღმდეგობას ისრაელის მიმართ. რადგან მიჩიგანში ყველაზე დიდი არაბ-ამერიკელთა მოსახლეობაა, ეს დებატი შეიძლება მნიშვნელოვნად გავლენას ახდენდეს ამომრჩეველთა აქტივობაზე არჩევნების დღეს-დღეს. როგორც პრაიმერის თარიღი ახლოვდება და ეს რბოლა შესაძლოა გახდეს მიკროკოსმოსი იმისა, რასაც შეიძლება ვიხილოთ, როდესაც პარტია 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თავის კანდიდატს აირჩევს. დამატებითი რეაქციისთვის ახლა გადავდივართ მიჩიგანში და მივესალმებით ალიშა შანდლერს, რომელიც ვეინ სტეიტის უნივერსიტეტის დოქტორანტია. ალიშა, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ეს დემოკრატებისთვის ASШ-ში კიდევ უფრო ღრმავდება კატასტროფად. როგორც მიჩიგანის მცხოვრები, ასევე ებრაული საზოგადოების ცხოვრების ნაწილი. რა შეხედულებებს შეგიძლიათ გაგვიზიაროთ, როცა უყურებთ ამ ორ ძალიან განსხვავებულ დემოკრატ კანდიდატს? დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიახ, ამ ციკლმა დემოკრატებს შორის მიჩიგანში სერიოზული განხეთქილება გამოიწვია. ვფიქრობ, ამან მეგობრებს შორისაც ბევრი დაპირისპირება შექმნა. ებრაული საზოგადოება ძალიან კარგად იყო წარმოდგენილი კონგრესვომენ სტივენსის მიერ, მას შემდეგ რაც ის 2018 წელს აირჩიეს. და ვფიქრობ, ისინი კვლავაც ძალიან უჭერენ მას მხარს. მაგრამ ზოგადად აბდულ ელ-საიედსაც ბევრი მხარდამჭერი ხავს. ეს არჩევნები ამჟამად აბსოლუტურად თანბარია. და ვფიქრობ, ეს ბევრ კითხვას აჩენს ადამიანებისთვის. როგორც იმაზე, ვის სურთ მხარი დაუჭირონ პრაიმერში, ასევე იმაზე, რას გააკეთებენ საყოველთაო არჩევნებში, თუ ის ადამიანი გაიმარჯვებს ამ დემოკრატიულ პრაიმერში 4 აგვისტოს. ვისაც არ სურდათ. ერთ-ერთი მრავალი დაძაბული საკითხიდან არის პოლიტიკური შემოწირულობებიც. და რა თქმა უნდა, ასევე ის საკითხი, თუ როგორ უჭერენ მხარს ისრაელს, როგორც ებრაელი ადამიანი, რომელიც იმ შტატში ცხოვრობს. რა შეშფოთებები აქვს ებრაულ საზოგადოებას, რომელიც ამ არჩევნებს აკვირდება? ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადამიანს აწუხებს პოლიტიკაში ხარჯები და ის თანხა, რაც ამერიკის პოლიტიკაში ტრიალებს, ის ფაქტი, რომ AIPAC გახდა ერთადერთი დემონი და ბევრმა ადამიანმა, მათ შორის აბდულ ელ-საიედმაც, ის დემონად წარმოაჩინა, ძალიან შემაშფოთებელია. ეს აღძრავს ბევრ სტერეოტიპს, რომლებიც ჩვენთვის ცნობილია ებრაელების პოლიტიკის ან მედიის კონტროლთან დაკავშირებით, რაც ანტისემიტიზმამდე მიდის. და მიუხედავად იმისა, უჭერენ თუ არა ადამიანები AIPAC-ს მხარს ან სურთ თუ არა
მათ პოლიტიკაში ფულის გავლენის კიდევ უფრო შემცირება. არ ფიქრობ, რომ სამართლიანია აიპაკი იყოს ერთადერთი მთავარი თემა პოლიტიკაში ხარჯებთან დაკავშირებით, როცა ვიცით, რომ არსებობს უამრავი სხვადასხვა ინტერესი, რომლებიც დიდ თანხებს ხარჯავენ პოლიტიკაში. მაგრამ რას გვიჩვენებს ეს? როდესაც მსოფლიო აკვირდება, რა ხდება შეერთებულ შტატებში, რა მდგომარეობაა დემოკრატიულ პარტიაში, აშკარა განხეთქილებები, აშკარა დაყოფები, როგორც ახლა ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, როცა ვიზრდებოდი, მე ამას ფაქტად მივიღე, რომ ისრაელი და ისრაელის მხარდაჭერა ორპარტიული საკითხი იყო. ეს აღარ არის ესე. ეხლა ჯერ კიდევ ბევრი დემოკრატი და ბევრი რესპუბლიკელია, ვინც ისრაელს უჭერს მხარს. ისრაელის მთავრობა, მინდა ვთქვა, რომ ამჟამინდელი ისრაელის მთავრობა აქ ძალიან გამყოფი გახდა. Premier Ministry ძალიან გამყოფია და თუნდაც კონგრესმენი სტივენსი, რომელიც ისრაელის ძლიერი მხარდამჭერია, როგორც თქვენ მოისმინეთ, ცდილობს თავი დააშოროს პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ბოლო დებატებში. ის ასეთი გამყოფი ფიგურაა, არა მხოლოდ ამერიკელი ამომრჩევლისთვის ზოგადად, არამედ ამერიკელი ებრაელებისთვისაც. ეს ნამდვილად იქნება ცხელი განხილვის თემა, აშკარად. საარჩევნო პროცესის განმავლობაში ჩვენ დავაკვირდებით ამ რთულ საკითხს. ალიშა ჩანდლერი, პირდაპირ ეთერში მიჩიგანიდან. დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად იყავით. 24 წელია. კარგად იყავით.